საღამოშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო, ალბათ იმედია ვარ პირდაპირ ეთერში. გამოჩნდეს ერთი პიროვნება, მაინც დავინახო. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. ესე იგი, პირველი თემა მე შევეხები გუშინდელ დღეს და დღევანდელი ხელისუფლების, არსებული ხელისუფლების უსამართლო მოქმედებებს. მეორე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თემა მოახლოებულია ძალიან დიდი განსაცდელი, ხვალ გაიმართება 156 სესია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მიუხედავად ესე იგი ჩვენი მრავალი ესე იგი მოთხოვნებისა, ჩვენი ხელისუფლება დუმს და როგორც ჩანს წავადა ხელს მოაწერს. ასევე უკვე ძალაში შევიდა მიგრანტების თემაც იმ 17 ქვეყნისა, ამას შევეხებით და ბოლოს გეტყვით თუ რას ვაპირებთ, როგორია ჩვენი მოქმედების გეგმები და რას ვგეგმავთ ახლო მომავალში. ესე იგი, გუშინ რა თქმა უნდა ბერმა იხილეთ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რამდენად უსამართლო იყო ესე იგი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კანონიერად ვიქცევით და ვიცით რა ძალას უპირისპირდებით. ძალიან ბევრი აქ კომენტარს წერს ხოლმე და კარგად ვერ გაუაზრებია რას წერს. აი თქვენ უკვე 2-0 აგებთო ხელისუფლებასთან. კაცო, რას ვაგებთ, ჯერ ეხლა შევიკრიბეთ და ეხლა იწყება ის და ამხელა უზარმაზარი მონსტრთან ვიწყებთ ბრძოლას და ესე იგი ვიღაცა გახარებული ეთყობა, რომ აუ არაფერს არ ვაგებთ საერთოდ, არაფერს არ ვაგებთ და თავიდანვე ვთქვი მე პირველივე დღიდანვე, როდესაც ეს იდეა გავაჟღერეთ, რომ ქართველთა დიდი გაერთიანების იდეა, ეროვნული იდეას ვერ გაუძლებს ამ ვაჭრუკანა პოლიტიკოსების რეჟიმი. აუცილებლად დამარცხდება და ჩვენ მოვიცავთ მთელ საქართველოს, ამაზე ვისაუბრებ. მაგრამ უბრალოდ რა არის იცით? იმდენად უსამართლოდ იქცევიან, რომ საერთოდ კანონი არ არსებობს ქვეყანაში, სამართალი საერთოდ არ არსებობს. ესე იგი, ზის ერთი კაცი და რასაც ის უბრძანებს, ასე იქცევიან. ესე იგი, აღარც იუსტიციის სახლის კანონები არსებობს. შედიხარ გონია რაღაც განცხადებას წერს, მაგრამ იქ უზის სუსი და გადახედავს, გადმოხედავს და არ მოეწონება და არ მიიღებს იმაში, ხო? ჩვენ როგორც ჩვენთან დამოკიდებულებაში გააკეთეს, ესე იგი, არც პასუხს გვაძლევენ, დროსაც გადააცილეს. აი მაგალითად ხო შეიძლება რაღაცა გითხან ან მოგწერონ, რომ აი აქ რაღაცა კიდევ არის გასასწორებელი ან რაღაცა ხარვეზია. არა, შეგაკ ფულს იხდი, თანხას იხდი და შემდეგში არავინ პასუხს არ გაძლევს. ამნაირი უსამართლობა, აი ისიც ახდა დიდი ფრანგი მწერალი ბალზაკი რა, კანონი ჩვენში ობობის ქსელს გავსო. სადაც მსხვილფეხანი გახევენ და გაევლიან და წვრილფეხანი შიგებმებიან. აი ზუსტად ესე არის ახლა ჩვენთან აქ საქართველოში. აი ესეთი მდგომარეობა და ასევე აი გულსატკენია ეხლა მე პოლიციელებსაც მინდა ვიმართო და საერთოდ კარგად უნდა ესმოდეთ, რომელ სამსახურში არიან ისინი. საერთოდ პოლიცია უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და არა მთავრობას. ეხლა არიან იქ გუშინ რომლებიც მოვიდნენ და იქ გვიპირისპირდებოდნენ და არ გვიშვებდნენ შიგნით, ხო? პარლამენტის ეზოში. იქ რამოდენიმე შევატყე, რომ ადამიანურად იქცეოდა, მაგრამ იყო ერთი განსაკუთრებით რაღაცა აი აგზნებული, როგორც მტერი თვალებ დაჭყეტილი გიყურებს. მე არ ვიცი, აი არავის წინააღმდეგ ანგარიშტორებას არ ვაპირებთ, აუცილებლად ეროვნული ხელისუფლება და ყველა ივანიშვილი კი არა, 10 ჯერ ივანიშვილზე ძლიერ რეჟიმები დამარცხებულან, მაგრამ აი ასეთი პოლიციელების ის, რომელსაც ვერ გაუგია, რომ
ხალხს და სახელმწიფოს უნდა ემსახუროს და არა ივანიშვილს და იმის კლანს, ასეთების ადგილი ნამდვილად აღარ იქნება იქიდან და გაიწმინდება მთლიანად. ეს არ გეგონოთ, რომ ანგარიშწორება, მაგრამ ასეთები არავის არ დასჭირდება ქვეყნის სამსახურში. არ იცის იმან რა გაიარა, როგორ მიიღეს ის პოლიციაში, რომელმაც არ იცის, რომ უნდა ემსახუროს კანონს. საბჭოთა კავშირის დროს 25 თებერვალს პირველად რომ გამოვედი კომუნისტების აქციაზე, იმათ არ უთქვეთ რა უნდას თქვაო, იმათ არ უკითხიათ. აი, როდესაც არაფორმალური მოძრაობები იყო. მოდის პოლიციელი გეუბნება, რა უნდა თქვა, რო შეგიშვა, რა უნდა ილაპარაკო. რას ქვია ჯერ ეს რა ფორმაა, ვინ გაგზავნა, რაღაცა არ გისწავლია, კაცო, ვინ მიგიღო საერთოდ ესეთ უწყებაში. რას ქვია, რა უნდა ვილაპარაკო, ვერ გაიგონებ, რასაც ვილაპარაკებ, აგერა მაქვს მერის ის რა ქვია, თანხმობა და ის, ხო? მაგრამ რაში გვაინტერესებს ჩვენ მერის ისო, კაცო, არ გვაინტერესებს მერის თანხმობა, ეს ქალაქში, საერთოდ არ არსებობს რა, სამართალი და კანონი, მაგრამ იქ აფრიალებდნენ სამნაედროშას, იცავენ ესენი, მაღლა, ყველაზე მაღალ საფეხურზე ზიან პარლამენტის წინ, გონი მე-200 დღეა და არავინ არ უშლის იმათ. ზოგიერთი გამოხდა ახლა, აი რაღა მაინც და მაინც 17-ში და რატო დაამტყვე, 17-ში თუ არ დავამტყვე და 14-ში რო ავედი კანცელარიასთან და ეზოში იმაზე კაცო, სკამზეც არ დამადგმევინეს შეფუთული აპარატურა, რომ უნდა მივსალმებოდი იქ მაღაროელებს, პირველი არხი უნდა მოსულიყო 2 წუთი რაღაცა ინტერვიუ უნდა მიგვეცა და გაიტანეო, თორე ჩამოგართმევო. ახლა ესეთი კანონები ამათ, არ ვიცი მე, ასეთი კანონები არსებობს საერთოდ, მაშინ სერიოზული დიქტატურაა მაშინ თუ ესეთი კანონები არსებობს და თუ ესეთი კანონები არ არსებობს, აი ასეთი პოლიციელებისთვის ნამდვილად არ იქნება და იქ მოხდებიან ისეთი ღირსეული ადამიანები, რომ ხალხს უყვარდეს, ხალხს უნდა უყვარდეს პოლიცია, არ უნდა ზულდეს. ისე უნდა იქცეოდეს. აი ეს იქნება, ეს არის ნორმალური სახელმწიფო და სამართლიანი სახელმწიფო. ხალხს უნდა ეხმარებოდეს. ეხლა რა გითხრათ, მეგობრებო, ძალიან გაბრაზებულები ვიყავით გუშინ, ეხლა ვუყურე აი ამ ფარს. ეხლა მე თუ ოჯახის სიწმინდე და ტრადიციების პატივისცემელი არ ამგონია, ვინც მიცნობს, ერთი ადამიანი ვერ იტყვის ამას ყოველთვის. რა ვიცი, ეხლა კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, მით უმეტეს და სამშობლოს თავისუფლებისთვის ვიბრძოდით, მართლმადიდებლობისთვის ვიბრძოდით და ყველაფრისთვის, ეხლა ჩვენ არ გვიყვარს ეს და ჩვენ არ გვინდა, მე თვითონ მიმიღია რამდენჯერმე მონაწილეობა ამ სრულობებში, მაგრამ წელს, როდესაც კარს მომდგარი გაქვს უამრავი განსაცდელი და შენ ვითომ ოჯახის სიწმინდეს დღესთან დაკავშირებით აქციას აწყობს საპატრიარქო და სხვა რამეზე ამ ხელა პრობლემებზე, რომ ქართველები საქართველოს კარგავთ, სამშობლოს კარგავთ და არა מחვილებს საერთოდ ყურადღებას და ერთი ადამიანი არ გამოჩნდა საპატრიარქოდან, რომ ხმამაღალი სიტყვას თქვას, ფარსია რა თქმა უნდა და ასეთი კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა რომ არის ქვეყანაში და იერარქიული ტაძრების მიხედვით, რაც უფრო დიდი ტაძარია, იქ ჯვრისწერა უფრო მეტი ღირს. სამებაში და მცხეთის ტაძარში ბევრად მეტი ღირს, უფრო ნაკლებში, ცოტა ნაკლები და ესეთი სტანდარტები ულდებთ რა, პირდაპირ გადასახდელი. თქვენ კაი ხალხო, თქვენ 20 მილიონით ყოველ წელს გაფინანსებთ სახელმწიფო, ხო? წელს 45 მილიონი კიდევ დაგიმატეს. რითი არა ყოფნით სასულიერო პირებს, რომ ამისთანა დემოგრაფიული უმძიმესი მდგომარეობაა, რომ ხელი გაუმართოთ იმათ და ხელი შეუწყოთ ახალგაზრდებს, რომ გამრავლდნენ და ქართველობა არ დაკარგოს ქვეყანა და ცოტა რაღაცა დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდეს. ის კი არა განგაშის ზარებს უნდა რეკავთ, მაგრამ არა რა, თქვენგან არაფერი აღარ გამოვა, სადაც ეხლა ქვეყანაში წმინდა სინოდში ნახევარი ეხლა მულტიმილიონერია და ბავშვები შვილები იძინებენ, ასეთი ისო ვიღას სჭირდება, კაცო, ეს უკვე არავითარი აღარ არის, ეს აქ არ არსებობს, რომ სული წმინდის მადლით რეალებდეს, ეს ყველაფერი სამწუხაროდ არის, მეგობრებო, ტყუილი. ჩვენ მე ეხლა გადავალ უმძიმეს პრობლემაზე, ჯანმოს თემაზე.
ხვალ 19 მაისს 194 ქვეყანა ებზადება ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის შესახებ პანდემიის შეთანხმების გასაფორმებლად. აქ მოცემულია ეხლა მე ჩამოგითვლით აი მას რა საკითხები უნდა განიხილონ. პირველი ინექციები, მეორე სექსუალური განათლება და LGBT შესწავლა სკოლებსა და ბაღებში. სკოლებსა და ბაღებში, მეგობრებო, ბაღებში არ მოგესმათ. შობადობის კონტროლი და აბორტი. არასრულწლოვანთა სამართალი და ევთანაზია. შეიძლება ვინმე არ ვიცი, ევთანაზია არ იცოდეს, ევთანაზია არის, როდესაც ვითომ და ჰუმანური მოსაზრებით ადამიანს კლავ საავადმყოფოში, ინექციას გაუკეთებ და მოკლავ, რომ არ დაიტანჯოს ტკივილებისგან. ეს ბევრ ქვეყანას არ აქვს, რამოდენიმე ქვეყანას აქვს ასეთი მიღებული, რაც არის საერთოდ არ ვიცი. ეს მერე რამდენნაირად შეუძლიათ გამოიყენონ, წარმოგიდგენიათ, ეხლა როდესაც ორგანოებით ვაჭრობა მიდის, იტანჯებოდაო იტყვიან და დააძინებენ და ამოაჭრიან რასაც უნდათ. არასრულწლოვანთა თან სამართალი და ევთანაზია. მშობლების დაუმორჩილებლობის მეხუთე საკითხი. მშობლების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბავშვების მშობლებისგან ჩამორთმევა. მეექვსე, პანდემიის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პატიმრობა. მეშვიდე, შეზღუდები და კონტროლი მოსახლეობის გადაადგილებაზე. მოკლედ გამოაცხადებს პანდემიას, როდესაც აი ეს ქვეყნები ხელს მოაწერენ და აბსოლუტური კონსტიტუციური უფლებები ეძლევათ ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციას, უნდა დაემორჩილოს ყველა იმ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები და შეუძლიათ, ესე იგი, გამოიყენონ მერე უკვე პოლიცია, ყველა ძალოვანი სტრუქტურა, ესე იგი, ვინც არ დაემორჩილება, შეუძლიათ დააპატიმრონ. ანუ თავისუფალი აღარ არის ადამიანის არჩევანი, სიცოცხლის უფლება იქნება წართმეული, რა თქმა უნდა, აი ამ ყველაფრის შემდეგ. ეს აქამდე იყო კონსტიტუციაში, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ძალას დაკარგავს, რა თქმა უნდა. ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხელისუფლება ჯერჯერობით დუმს უკვე ხვალ არის და როდესღაც განაცხადებს, ხო? ესე იგი, როგორც გამოდის, ემზადება, რომ ხელი მოაწეროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, პირადად მე ჩავწერე რამდენიმე მოკლედ ვიდეოები იყო ქალბატონი თინა თოფურია და თინათინ გოცაძე და ყველა იქ ვინც ნახეთ თქვენ. ძალიან აი ვიღლებით მართლა ღამის 12 საათზე შემოვდივარ სახლში, მოუწოდებთ ყველას, მაგრამ რატომღაც აი მაინც ხალხი ძალიან ინერტულია და აი ახლა ეს უმძიმესი განსაცდელი ხვალის შემდეგ შესაძლებელია თუ საქართველოს ხელისუფლება მოაწეს ხელს, რა თქმა უნდა, მე უკვე ძალაში შევა, გამოაცხადებენ პანდემიას და დაიწყება მე უკვე საშინელებები ქვეყანაში. აქ ერთადერთი რომ ის რომ საკუთარი სიცოცხლე ჯანმრთელობა დაიცვა, აღარანაირი უფლება არ გექნება, ერთადერთი უნდა გადაწყვიტო, აიღო იარაღი და იარაღი დაიცვა შენი სიცოცხლე. ეს არის, სხვა არაფერი აღარ გექნება, სხვა არანაირი უფლება აღარ გექნება. ეხლა რაც შეეხება მიგრაციის თემას. ისედაც ხედავთ, მეგობრებო, რომელ ტრანსპორტშიც გინდათ შეხვიდეთ, უკვე 2/3 უცხოელიზის. საშინელება, რასაც უყურებ მე თბილისში, დედაქალაქში, ალბათ ყველა ხედავთ და ახლა რა იქნება კიდევ, ეს არის მთლად კიდევ 16-ში ძალაში შევიდა უკვე საუდის არაბეთის და ყატარის და აი ამათის ვისაც აქვთ ვიზები, იქიდან შეუძლიათ 17-მა სახელმწიფომ იმ ვიზებით ისარგებლონ და შემოვიდნენ 17 სახელმწიფოს მოქალაქეებმა შემოვიდნენ ქვეყანაში და 1 წლის დარჩენის უფლება ექნება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, იმაზეც კი უნდა ვიფიქროთო, რომ მათო თავშესაფარიც მიჩეთო, უფასო ჯანმრთელობითაც დავაკმაყოფილოთო და ასე შემდეგ. აი ახლა ნახეთ, ეს ისეთი ქვეყნებია, რომლებსაც საერთოდ არავინ არ უღებს კარებს და არავისთან არ აქვს ფაქტიურად უიზო რეჟიმი, რადგან ამათ რომ კარები გაუღო, ესე იგი ქვეყნის საზღვრები გაუღო, აბსოლუტურად დამშეული ქვეყნები, თანაც ძალიან დიდი ქვეყნები. ავღანეთი, ეს ახლა ავღანეთის შემოშვება როგორ იქნება, ავღანელების ხლა ეს ტერორისტული ქვეყანა. ბანგლადეში 200 მილიონიანი ქვეყანა, შიმშილით იხოცებიან, ჩაკეტილია, რა ვიცი მე რაღაცა გველებს და იმებს დასდებენ, კობრებს და იმას, ეს ხალხი 200 მილიონია მეგობრებო და ამათ რო საზღვარს გაუღებ, წარმოიდგინეთ თქვენ ამ ხალხის შემოსვლა ამ ხელა სახელმწიფოდან რომ ხალხი დაიძრეს, აქ რა იქნება. განა, ეთიოპია, ერიტრეა, ეს სულ ისლამური ქვეყნებია, ნახეთ, იემენი, კამერუნი, კოტ-დ'ივუარი, სახელმწიფო გადატრიალებები რო ხდება ყოველ დღეს ერთხელ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაროკო, ნიგერია 250 მილიონიანი ქვეყანა, პაკისტანი, რომელსაც ახლა მოსალოდნელი ახლა ომი იყო რაღაცა და ცოტა ვითომ ჩაცხრა, მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ ამას რო გაუხსნი ვიზას ამ ხელა ქვეყანას, სომალი, ეს მეკობრეები, სირია, რომელმაც ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა, აი ამას როგორ უნდა მისცე უვიზოდ შემოსვლის უფლება, თუ არ ახარ მოვალატე ხელისუფლება. შენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორია აღიარა ცხინვალი, აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სუდანი, ტანზანია, უგანდა, მე ახლა ერთი კითხვა ყველას დაებადება ალბათ. ამ სახელმწიფოებთან ჩვენ რა კავშირი გვაქვს და ვის მოუვიდა აზრად ეს ხალხი ჩვენ რაში გვჭირდება საქართველოში? აი რა აუცილებლობა მოიტანა ესენი და თან ახლა აქ საცხოვრებელი სახლებით დააკმაყოფილო, უფასო ჯანდაცვით გეგონება, ქართველები იყვნენ უფასო ჯანდაცვით, რა ქვია, დაზღვეულები, არაფერი დაზღვეული არ არის, ყველაფერი არის ფარსი და ტყუილი. როჯდება ოპერაცია, ის რა ქვია, 1000 ლარი დაარქმევენ 3000 ლარს და ვითომ დაგაფინანსეს 2000 მოკლევენ და დატოვებენ ისევ 1000 ლარს. ეს არის, მეტი არაფერი არ ხდება აქ. ხო, ახლა ნახავთ მეგობრებო შედეგს, ეს ახლა რა არის იცით? ჩვენმა ხალხმა კარგად უნდა გაიაზროს, ჩვენ კარგად გვესმის რამხელა ძალას უპირისპირდებით, ეს რა მთავრობებია და რა რეჟიმია, რომელიც 92 წლიდან ესტაფეტას გადასცევენ ერთმანეთს. ძალიან დიდი მონსტრია და აქ ჭირდება ჩვენ კინისებური ნებისყოფა და მოთმინება და ცივი გონებით მოქმედება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ იმდელად ისეთ იდეებს დაუპირისპირეთ ამ რეჟიმს, რომლებიც საერთოდ მხოლოდ და მხოლოდ აი ღალატს ჩადიან, სულ გაყიდულია აბსოლუტურად თბილისის გარშემო არაბებზე, გაყიდულია მცხეთის ტერიტორიები, არ ვიცი, კახეთში ხო უზარმაზარი ტერიტორიებია გაყიდული, ახლა იქ იგეგმება ათუმი გონიო და რა ვიცი, ძალიან ის არის და ტრაგედია 6 მილიარდი ვითომ რომ ის შემოდის, ეს ყველაფერი არის ზუსტად ეს არის აი ქვეყნის დასამარების პროექტი, ეხლა შემოყვება ამას აი ზუსტად ეს ისლამური ქვეყნების ეს გაუბედურებული ხალხი. მოკლედ საქართველოში ცხოვრება აუტანელი გახდება მეგობრებო. ამიტომ ყველა უნდა გამოფხიზდეს, ეხლა აღარ არის იმის დრო რომ მოდი შორიდან უყურებ, აბა ჯერ თუ მოიკრებენ კარგად ძალას, მერე შეუერთდები. აი ეს მერე იქნება იმდენად სანანებელი, რომ შეიძლება ბევრმა თითები დაიკვირდოს, იმდენად მწარე იქნება. ჩვენ გვაქვს
გზა, სადაც ქართველიერი, რომელზეც ქართველიერი არ ინანებს. კარგად დაიმახსოვრეთ, ჩვენ გვაქვს აი ეს გზა, რომელსაც ქართველიერი არ ინანებს. აი ახლა ჯანმოს რომ შევეხეთ, ესენი არავინ გამომსვლელი არ არის, მაგრამ თუ კი ჩვენ მივახცევთ იმას, რომ ხალხის ერთობით მივაღებინეთ ისეთი საარჩევნო კანონი, დემოკრატიული და სამართლიანი, რომ ქართველმა ხალხმა თავად აირჩიოს თავისი ხელისუფლება და ეს აუცილებლად მოხდება ამ ქვეყანაში, ეგრევე ამოქმედება კონსტიტუციური სამართლიანობა აღდგება და ამოქმედება უზენაეს საბჭოს ცნობილი დადგენილება 92 წლის 13 მარტის დადგენილება და იქ წერია, რომ ყველა ეს ხელისუფლებები, რომლებიც მოვიდნენ თოფით და იარაღით და აგრძელებენ სამართალ მემკვიდრეობას, უკანონოა და მათი ყველა აქტი და ბრძანება ჩაითვალოს იურიდიული ძალის არ ქონეთ და ბათილად იქნეს ცნობილი. დიახ, ჩვენ ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას არ შეუყვანია. ეს გააკეთა იმ ოთხეულმა ბანდიტმა, კიტოვანმა ჯაბამ და შევარდნაძემ და სიგუამ, აი მაგათმა შეიყვანეს იქ და ეს სამართლებრივად აუცილებლად იქნება ბათილად ცნობილი და იურიდიული ძალის არ ქონით გამოცხადება და რა თქმა უნდა ავტომატურად ვიქნებით გამოსული იქიდან. ყველა პრობლემა აბსოლუტურად გადაწყდება მაშინ, თუ ჩვენი ერთიანობა იქნება ძალის მეშვეობით უნდა გადაწყვეტოს, მშვიდობიანი ძალის მეშვეობით, რა თქმა უნდა. ძალა არის ის, რომ გამოვა 100,000 კაცი და დადგება ერთად. მთავრობის სახლის წინ, აი მერე დაიხევენ უკან. ეს არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ხალხი უნდა გამოვიდეს. ეხლა როგორია ჩვენი გეგმები? უყურებთ, ვიცით, რომ აბსოლუტურად მიზეზებს ეძებენ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა უსამართლობაზე წავიდნენ. ჩვენ რა თქმა უნდა არ გავანებივებთ, ესეთ მიზეზებს არ ვიცებთ. ჩვენი გეგმებია ეხლა უახლოეს დღეებში უკვე ჩვენ ჩავალთ ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, ასევე ვაპირებთ ქობულეთში. ყავს ძალიან ბევრი თანამოაზრეები, რომლებსაც უნდათ გაწევრიანება ქართველთა დიდ გაერთიანებაში. კიდევ ვინც ახლა ისმენს პირველად ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოებისთვის, ეს არ არის პარტია და არანაირი პარტია არ შეიძლება იყოს, ამ სისტემის ნაწილია ყველა პარტია. ჩვენ ამ სისტემას ვებდით, ეს არის უკანონო რეჟიმი, ამიტომ ჩვენ ეს არც რეგისტრაციაში არ გაგვიტარებია თვითონ ეს არის როგორც არაფორმალური ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ საბრძოლი მამულისთვის, ენისთვის და სარწმუნოებისთვის. და შევარცხვინე ის ქართველი აი ასეთ უმძიმეს დროს, რომ განზე გადგება და რაღაცა. ერთი რამეც მინდა იცოდეს ხელისუფლებამ და თვითონ ამ პოლიციის წარმომადგენლებმა. ძალიან დიდი ძალა გვიცავს. ისეთი ძალა, რომ არავის დასიზმრებია და ოჯახები არ გაგიუბედურდეთ. არავის არაფერი არ შეგეშალოთ, იცოდეთ. იცოდეთ ყველაფერი, აი ეს ღვთისგან არის კურთხეული. ამას მე არ ხუმრობ, ვიცი წმინდანებისგანაც ქონია შეხვედრაც და გეუბნებით, რომ ფრთხილად იყავით, არ დაიღუპოთ და არ დაღუპოთ თქვენი შთამომავალი. ეს აუცილებლად მოხდება, ეს სჭირდება ქართველებს, ეს სჭირდება ქართულ სახელმწიფოს გადარჩენისთვის. აი ეს რეჟიმი, რომელიც ერთმანეთს აცოცხლებენ, ახლა ნაცები და ქოცები, იქ რო უზით 200 კაცი, 200 დღე, ეს სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღოს ისეთი კანონები, რომ ვითომ აი გაუმკაცრა, ვითომ ერთმანეთს ებრძვიან და იმ კანონების გამკაცრება, სწორედ იმ კანონების გამკაცრებით მე სარგებლობენ იმით, რომ ჩვენ არ მოგცენ საშუალება სიტყვის თქმის უფლებაც კი ჩამოგვართვა. მაგრამ ეს ვერ მოხდება, სხვა დროა, გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ფორმას. ჩვენ არ გჭირდება წარამალა მიტინგები და რაღაცა, ჩვენ ჩავალთ ყველგან, ყველა სოფელში, ყველა რაიონში, ქსელებს გავაკეთებთ აბსოლუტურად ისეთ ძლიერ ქსელებს გავაკეთებთ, რომ
მთელი საქართველოს დავრაზმავთ ძალიან მალე. ამიტომ მეგობრებო, ყველა კარგად დაფიქრდით ეხლა ერთადერთი ფორმულა არის ეს ქვეყნის გადარჩენისა და რაც უფრო სწრაფად გავძლიერდებით, რაც უფრო სწრაფად გამოიღვიძებს ხალხი, მით უფრო მალე გავალთ გამარჯვებაზე. რაც უფრო გვიან ესე იქნება, რომ აი მოდი რა ჯერ შევხედავ და ის, ხო? მერე შეიძლება საშველიც აღარ იყოს და ვეღარავინ ვეღარ უშველოთ თავს და ვეღარ გადაირჩინოთ, ვეღარც გადაარჩინოთ, ვეღარ თქვენი შვილები, შთამომავალი და ისეთი დრო დგება ეხლა. ეს არის ძალიან სახიფათო, რასაც აკეთებს ეხლა სოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და ასევე ეს მიგრაცია კეთდება, რა თქმა უნდა, ევროკავშირის პროექტები ესენი, ამაზე რა თქმა უნდა დიდძალ თანხებს გამოუყოფენ და აი სამწუხაროა ის ეხლა აი მე მოუწოდებ, ხო არსებობენ დაბალი იერარქიებში მართალი სასულიერო პირები. სასულიერო პირს ხო მაინც სხვა მაგალითის ძალა აქვს და სხვა ის აქვს, ხო? ხო უნდა დაუდგეთ ერთს, ხო უნდა გამოხვიდეთ ბოლოს და ბოლოს მართლა თავრობისა უფრო გეშინიათ ხალხო თუ ღმერთისა. ქვეყანა გვექცევა თავზე და რატომ ხარ ჩუმად? უნდა გამოხვიდეთ და უნდა თქვა თქვენი სათქმელი, სხვა გზა აღარ არის აქ. თუ არა და მე უკვე ბოლოს ხო ისეთი დრო დგება აქ, რომ მხილება იქნება ძალიან მკაცრი მერე უკვე თუ აღარ იქნება სახელი. ძალიან მკაცრი მხილება იქნება მერე. ერთადერთი რამეს გთხოვთ მეგობრებო, ჩვენ ახლა არ უნდა დავიყოთ ისტებად, მხოლოდ და მხოლოდ რა თქმა უნდა გვერდით არ გავიკავებთ იმ სახელმწიფო და სამშობლოს მოღალატეებს, ვინც აი ეს ქვეყანა დააქცია და იარაღი ეჭირა და დაამხო ხელისუფლება, ან ქართველი სისხლშია გასული ხელი, მაგრამ დანარჩენი აბსოლუტურად ყველა უნდა გავერთიანდეთ, აღარ არის ამ პარტიების დრო, ყველას ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, გვერდში უნდა დაუდგეთ, ავმაღლდეთ, იმიტომ რომ სამშობლო გადასარჩენი და სიყვარულით უნდა შევძლოთ, ჩვენ ქართველები ვართ, ვერავინ გვასწავლის სიყვარულს და აი ამ სიყვარულმა უნდა გაგვაერთიანოს სამშობლოს სიყვარულმა. ყველას გთხოვთ, აი ეს გულთან მიიტანეთ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთის გულები. და ალბათ შევძლებთ ამას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი მეგობრებო, მადლობთ ყურადღებისთვის.